Გამოიყენეთ სრულ კვადრატამდე შევსების ხერხი, y ტოლია -3x კვადრატს + 24x - 27 განტოლების გადასაწერად და პარაბოლას წვეროს საპონელად. ესე იგი, ჩვენ ახლა სინამდვილეში გვინდა, რომ აი ეს განტოლება ჩავწეროთ აი ასეთი ფორმით. აი ესეთი ზოგადი ფორმით -b კვადრატში და ამას +c. ანუ სრულ კვადრატამდე შევსება მოგცემს აი ასეთი ფორმით ჩაწერილ განტოლებას. და ეს ძალიან გამოგვადგება ზუსტად იმ საქმისთვის, რომ ვიპოვოთ შემდეგ წვერო აი ამ პარაბოლის. ახლა დაინახავთ როგორ. მოდი გადმოვწეროთ ჯერ ეს განტოლება. ესე იგი, გვაქვს y ტოლია -3x კვადრატს დამატებული 24x და გამოკლებული 27. აი ესეთი გვაქვს. ახლა მოდი პირველი რასაც ვიზამ არის ის, რომ დავაკვირდები, რომ სამივე კოეფიციენტი ან სამივე რიცხვი რაც აქ მაქვს მოცემული იყოფა 3-ზე. და ყოველთვის გაცილებით მოსახერხებელი არის განტოლებასთან მუშაობა, როცა ზედმეტი რაღაც გატანილი გაქვს ფრჩხილებს გარეთ. და გამარტივებული სახე გაქვს განტოლების ფრჩხილებში. ამიტომ დავწერ, რომ y ტოლია -3 გავიტანოთ მოდი ფრჩხილებს გარეთ. გვექნება -3 ჯერ x კვადრატი, ოღონდ საინტერესო ის არის, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერს უნდა შევუცვალოთ ნიშანი. ანუ აქ -3x კვადრატი ხომ არის უარყოფითი, ახლა რადგან -3 გავიდა, x კვადრატიანი წევრი გახდა დადებითი. შემდეგ, აქედან რომ გავაქვს -3, მექნება -8x, ხო? ანუ პრაქტიკულად 24 გავყავი -3-ზე. და ბოლოს, მოდი ადგილს გამოვტოვებ, ამას დამატებული 9. ახლა რატომ გამოვტოვე ადგილი? იმიტომ რომ მე მინდა რომ სრულ კვადრატამდე შევავსო ეს გამოსახულება, ხო? მინდა რომ აი ესეთი რაღაცა მქონდეს. ამიტომ რაღაცა უნდა დავამატო და გამოვაკლო ამას, რომ აი ეს x კვადრატი და -8x იმ რაღაცასთან კომბინაციაში მაძლევდეს სრულ კვადრატს. და თუ გავიხსენებთ ზოგადად სრული კვადრატები როგორც გამოიყურება, მაშინ წესით დარიგით აი ეს წევრი -8x უნდა შეესაბამებოდეს -2ჯერ ax. ანუ მე თუ მინდა რომ მოდი დავწერთ, ზეპირად არ გამოდის ხოლმე კარგი. ესე იგი, მე თუ მაქვს აი ესეთი რაღაცა a + b კვადრატში, ეს არის იგივე რაც, ანუ მოდი პლუს-მინუს დავწერ, ეს არის იგივე რაც a კვადრატს +-2ab და +3b კვადრატი. ახლა მე a კვადრატი მაქვს აქ, ეს არის x კვადრატი. და მეორე წევრი, რადგან ამ შემთხვევაში მინუსებზე საუბარი მინუსით უნდა გავითვალისწინოთ, -8x არის აქ -2ab. და რადგან, a ვიცი რომ x არის, ესე იგი მჭირდება რომ ვიპოვო 2b რა არის. 2b ამ შემთხვევაში არის უბრალოდ -8, ხო? ანუ -2b არის -8. და მაშინ გამოდის რომ b კვადრატი თუ მინდა ვიპოვო, უბრალოდ უნდა ავიღო აი ამისი ნახევარი და ავიყვანო კვადრატში. ამის ნახევარი იქნება -4, ხო? ამის ნახევარი იქნება -4, -4 კვადრატში არის 16. ამიტომ გამოდის რომ მე გამოსახულებას უნდა დავუმატო 16 და შემდეგ რომ არ აირიოს ეს განტოლება და მნიშვნელობა არ შეეცვალოს, უნდა გამოვაკლო კიდეც 16. აი ესე. ცოტა გაუგებარი თუ გამოვიდა, გამოჩნდება ახლა რას გულისხმობდი, აი ეს სამეული მივიღე, აი ეს სამეული და ეს სამეული მე ჯამში ახლა გადავწერ, რასაც მომცემს. ჯამში რა, ანუ ერთად რას მაძლევს. ესე იგი, y ტოლია -3 ჯერ, აი ახლა ამათ ჩავწერ სრული კვადრატის სახით. x გამოკლებული 4 კვადრატში და -16 + 9 არის -7, ამიტომ ამას გამოკლებული 7. აი ესეთი გამოსახულება. აი ესეთი სახე აქვს ახლა ჩვენს განტოლებას და პრინციპში ბარემ მოდი ცოტა კიდევ უფრო გავამარტივოთ, -3-ზე გავამრავოთ ყველაფერი, იმიტომ რომ ასეთ სახემდე მინდა დავიყვანო. ესე იგი, გამომივა რომ y ტოლი გამოდის -3 ჯერ x - 4-ის კვადრატს გამოკლებული არ დამატებული იქნება, იმიტომ რომ -3 ჯერ -7-ია დამატებული 21. აი ასეთი გამოსახულება გვექნება. ახლა კარგი, მივიყვანე ასეთ სახემდე, მაგრამ ეს როგორ მაპოვნინებს წვეროს? როგორ და მოდი ესეთ რამეს დავუფიქრდეთ. ახლა მე თუ მინდა რომ ვიპოვო წვერო რა უნდა ვქნა? ვიცი რომ წვერო თუ მინდა რომ ვიპოვო, უნდა მოვძებნო შემთხვევა, როცა აი ეს გამოსახულება, ანუ აი ეს კვადრატიანი ნაწილი მექნება 0-ის ტოლი, ხო? აი ეს გამოსახულება მექნება 0-ის ტოლი. როდის არის ეს 0-ის ტოლი? ეს 0-ის ტოლი, როცა x უდრის 4-ს, ხო? x როცა ტოლია 4-ის, აი ეს გამოსახულება ხდება 0-ის ტოლი. და x როცა ტოლია 4-ის, ეს თუ არის 0-ის ტოლი, y გამოდის 21-ის ტოლი. y უდრის 21-ს. ესე იგი, გამოდის რომ როცა მე x მაქვს 4 და y 21, მე მაქვს წვერო პარაბოლის. ამიტომ მოდი დავხაზავ ახლა ამას. აი თქვათ აქ ავიღოთ 21, აქ იქნება 4. მაშინ პარაბოლის წვერო გვექნება აი აქ სადღაც. დაახლოებით აი აქ. და ახლა საინტერესო არის ეს პარაბოლა საით უნდა წავიდეს, ზემოთ თუ ქვემოთ. ესეთ რამეს დავაკვირდეთ. დავაკვირდეთ რომ როცა მაქვს აი ეს გამოსახულება, შემოვხაზავ კიდეც, აი როცა აი ამ ფერით. აი ეს გამოსახულება, ხო?
მხოლოდ ეს გამოსახულება. ეს გამოსახულება ყოველთვის არის ან დადებითი, ან 0. რატომ? იმიტომ რომ რაღაცა მაქვს კვადრატში. რაღაცა კვადრატში ყოველთვის არის ან დადებითი, ან 0. ამიტომ მოდი ამას მივუწერ მე, რომ ეს ყოველთვის მეტია ან ტოლია 0-ზე. და მე დავაკვირდები, რომ ეს გამოსახულება, რომელიც ყოველთვის არის ან 0 და ან დადებითი, გამრავლებული არის უარყოფით რიცხვზე, ხო? -3-ზე. ამიტომ გამოდის, რომ უფრო დიდი გამოსახულება, ან უფრო დიდად რომ შემოხაზო ეს. აი ეს გამოსახულება. გამოდის ყოველთვის ნაკლები ან ტოლი 0-ს. ესე იგი, აი ეს წევრი არის ნაკლები ან ტოლი 0-ზე ყოველთვის. მაშინ როდის მიიღებს გამოსახულება მაქსიმალურ მნიშვნელობას? მაქსიმალურ მნიშვნელობას მიიღებს მაშინ, როცა აი ეს გამოსახულება იქნება 0, იმიტომ რომ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში იქნება უარყოფითი, ხო? და უფრო დააკლებს მნიშვნელობას. ამიტომ მაქსიმალური მნიშვნელობა იქნება 21. და რადგან მაქსიმალურ მნიშვნელობაზე ვლაპარაკობ, ესე იგი გამოდის, რომ მაქსიმუმთან მაქვს საქმე, ანუ ეს უნდა იყოს მაქსიმუმი. და მართლაც ეგრე არის, იმიტომ რომ თუ დავუკვირდებით ნებისმიერი სხვა მნიშვნელობისთვის, ოდნავ თქვათ x-ი რომ მარჯვნივ ან მარცხნივ წავიღო 4-დან. ეს სიდიდე გამომდის კვადრატში, რაც აყვანილი დადებითი, -3-ჯერ გამრავლებული გამომდის უარყოფითი და 21-ზე ნაკლებ რიცხვს ვიღებ. ანუ ქვემოთ მოვდივარ. ამიტომ გამომდის საბოლოო ჯამში, რომ ეს მართლაც არის მაქსიმუმი და რაღაცნაირად აი ესე გრძელდება ორივე მხარეს. ნუ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მაგას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ თავარი იყო გვეფონა წვერო და წვერო არის 4-21.